გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით ბაკურიანში 6 დღე და გვეჩვენებინა თქვენთვის, როგორ შეიძლება ოჯახთან ერთად დასვენება, დროის გატარება და რა აქტივობებით შეგიძლიათ დაკავდეთ თქვენ შვილთან ერთად. მოვედით ჩვენს ბინაში, რომელიც მდებარეობს ჰორიზონტში, ხოლო მთლიან ტერიტორიას ჰქვია სახლი ტყეში. ბაკურიანი მიდგას, დოლი მიდგას. რა უნდა ვქნათ დღეს? გამოვიტან. გამოვიცვალოთ? კარგი. და მე რა უნდა ვქნათ? დოსეს უნდა დავიდეთ. თოლში უნდა გავიდეთ. თოლში რა უნდა ვნახოთ გარეთ? ცხენები? კიდე? ხარები? გამოვედით გარეთ, ძალიან ცივა, დღეს კი ვიყავი მოკლე მკლავებიანით, მაგრამ უკვე აღარ არის მაგისტრო, მეგობრებო. უკვე ჩაცმის დროა. შევიდეთ ახლა შიგნით პარკში, ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება ბავშვთან ერთად, რა გასართობი აქტივობებია და ფასებსაც გეტყვით 1-2 სიტყვით. წავედით. მამა, წავედით. რეკრეაციული პარკი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განახლებული სივრცე ბაკურიანში. ეს პარკი მდებარეობს ცენტრალურ ნაწილთან ახლოს და იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ისე მეგობრებთან ერთად დასასვენებლად. აქ დაგხვდებათ სასეირნო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ზონები და დასასვენებელი სივრცეები. რაც შეეხება ატრაქციონებს, თითოეულის ფასი არის 5 ლარი. ამოვედით კრისტალის სასრიალო ტრასაზე. გვინდა რომ ჩვენ შულს სრიალი ვასწავლოთ, ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 2 წლის არის, მაგრამ არა უშავს. გვინდა რომ აქედანვე იცოდეს უკვე სრიალი. ხო, რაც შეეხება მომსახურებებს, თვითონ მთლიანი ეკიპირების ქირაობა ღირს 50 ლარი ბავშვებს და ხოლო ინსტრუქტორის აყვანა 100 ლარი. აქამდე ამოსვლა კი 20 ლარი სადღაც, არა 30 ლარი. ჯამში სადღაც 180 ლარი გამოდის ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენაც ასიამოვნო რომ ყველას გვიღირს ალბათ ამაში გადავიხადოთ ფული. ალო. ინსტრუქტორმა დაგვირეკა უკვე რომ შეგიძლიათ დაიძრათო და წავიდეთ ახლა სადღაც შუაში შევხვდებით. ბავშვი არც ნერვიულობს, არც ტირის, როგორც მითხრა ინსტრუქტორმა. ძალიან მხნედ გამოიყურება. ამიტომ ნახოთ როგორ სრიალებს ჩემი შვილი 2 წლის ასაკში. წავედით. ამოვედით კოხტა ბაკურიანში. ყველაზე გემრიელი საჭმელი ალბათ სადაც შეიძლება ჭამოთ, ეს არის ეს სივრცე, თან ძალიან ლამაზია. თითქმის ყოველ წელს ჩვენ აქ დავდივართ. თომას უკვე მეორეჯერ არის აქ ნამყოფი, წინა წელს ძალიან პატარა იყო. მამა, გახსოვს წინა წელს რო იყავი აქ? გახსოვს? კი. ხო, ეს კი ალბათ ძალით მეუბნება, იმიტომ რომ სავარაუდოდ არაფერი არ ახსოვს. გამარჯობა, ეს ჩიხირთ მაჩ? კამერას მიერთვით. მადლობა. ფასებს რაც შეეხება, სტანდარტული ფასებია, არ ძალიან იუვი, არ ძალიან ძვირი. 3 ადამიანზე, სტანდარტულად უკვე როგორც ყველგან, ალბათ 100 ლარი უნდა გათვალოთ, როცა მოდიხართ. სათითაოდ აღარ ჩამოყვები ხა ფასების შედარების, მაგრამ საორიენტაციოდ გეტყვით რომ დაუშვათ ცეზარი 25 ლარი ღირს, რაც სრულიად ნორმალურია. თითქმის უკვე ყველგან ეს ღირს, მაგრამ ძალიან ლამაზი სივრცეა, შეგიძლიათ თქვენ ოჯახთან ერთად მოხვიდეთ, თქვენ ბავშვთან ერთად და დაისვენოთ, ლამაზ ხედებს უყუროთ და გემრიელი საჭმელი მიირთვეთ.
თხილამურებზე სრიალის შემდეგ, რომელიც თომასს ძალიან მოეწონა, გვინდოდა ეს გამოცდილებაც მიეღო და ცოტა ჩვენს გავერთეთ. 1 წრის ღირებულება არის 10 ლარი, თუმცა დამიჯერეთ 1 წრი არ გეყოფათ, არც 2. ბაკურიანში ბევრი არაფერია სანახავი, სულ 2 პარკია, ერთი რეკრეაციული და მეორე ამირანის. დღეს ამოვედით ამირანის პარკში. ფასები შედარებით აქ იაფია, როგორც გავიგე, ყველა ატრაქციონი ღირს 3 ლარი, ხოლო რეკრეაციულ პარკში 5 ლარი. შეგიძლიათ აქ ამოხვიდეთ, მე უფრო ბევრად მომეწონა ეს პარკი, იმიტომ რომ ბევრად ლამაზია, მით უმეტეს უფრო ტყეშია ჩაფლული. შენ რა სიტყვი, ანი, როგორ მოგეწონა? ეს უფრო მომეწონა, ძალიან ლამაზი ადგილი. მამა, შენ? კარგია აქ. ხო, ჩემი შვილი ცოტა ხმას არიღებს. თან მით უმეტეს თავის ბავშვობის მაგაცი ნახა, ანუ 2 წლის არის და უკვე ბავშვობის მაგაცი ყავს მართლა, 2 თვით დიდია ისიც. და ჩვენი ბავშვობის მაგაცი. აი. ხო. დიდი ხანი არ უნახავს და ცოტა მოშინაურება გჭირდება. ამიტომ ეხა დაგათვალიერებინებ თან ბავშვსაც რაღაც ატრაქციონებზე დავსვათ. და ვნახოთ როგორი დღე გამოვა მოკლედ. დილამშვიდობის დილის 7-ზე ავდექი დღეს გამოვედი რომ ვივარჯიშო იდეალური ამინდია ანუ ღმერთო მადლობა რომ შემიძლია ესე ავდგე და გამოვიდე და ეს სილამაზეები ვნახა ახლა წავიდე ცოტა ვირვინოთ ცოტა აზიდვები გავაკეთოთ ნახოთ აქ ტურნიკი ან ორძელი რამე თუ ვნახეთ შეიძლება ეგეც გავაკეთოთ შეიძლება რა თუ ვნახე გავაკეთებ სილამაზია უბრალოდ რა Pulling up black windows once you go down. You must be crazy if you think that I'ma slow down. Don't wanna hear it talking shit from the drama. Keep it coming, I'ma send you to your mama. Mr. Whip, 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 get the guns out. Dropping bodies in the place till the sun's out. Can't fuck with this, I'm going to try. Just when the bullets fly, I'm the last one to die. დილის გამომხნევებელი ვარჯიშის და ცივი შხაპის შემდეგ ყველაზე კარგი განტვირთვა ალბათ ამეთანხმებით რომ არის აუზი. თომას ძალიან უყვარს აუზი და წყალი. დღეს ვუსრულებ მაგ თხოვნას, რაც ჩამოვედით თხოვს რომ აუზზე წავიდეთ. წავიდეთ კრისტალის აუზზე ვნახოთ როგორი იქნება, რა ჯდება ერთი ადამიანის შესვლა და ასე შემდეგ. ყველაფერს გეტყვით დაწვრილებით. წავედით. დედიკო, სად მივდივართ ახლა? აუზე. გიხარია? გიხარია? მადლობა მამა. ძალიან კარგი წყალია. ძალიან კარგი გარემოა თან გარეთ. ძალიან თოვს. ამაზე ბედნიერება არაფერია მე მგონი. რაც შეეხება ფასებს, ერთი ადამიანი ღირს 60 ლარი. ხო, ჩვენ ბავშვი არ გადაგვახტევინეს, არა და წინასწარ რო დავრეკე, მითხრეს რომ გადასახდელია, თუმცა ჯიგარი იყო ის გოგო, გაგიმარჯოს. არ ვიცი შენი სახელი, მაგრამ ჯიგარი ხარ. მამა, ჩავიდეთ?
აუზის შემდეგ ძალიან დავიღალეთ და გადავწყვიტეთ რომ აქვე ვივახშმოთ. შემოვედით კრისტალის ლაუნჯში, ძალიან ლამაზი აქაურობა, დაგათვალიერებინებთ. ასევე ფასებიც ნორმალურია, ძალიან ძვირი არ არის, დაახლოებით 100-150 ლარის ფარგლებში მოგვიწევს დატოვება პრინციპში, ხო? ნორმალური ფასებია. ხო, სამი ადამიანისთვის ნორმალურად რომ იყვებო, ალბათ 150 ლარი უკვე ნორმად იქცა, 100-დან 150 ლარამდე. კარგით, ეხლა დაველოდოთ კერძებს და გაგიზიარებთ, როგორ მოგვიწონება. თან ფასებსაც მივაწერთ რა ღირს. გამოვედით და გვინდა რომ 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ. ანა, რამდენს დაუწერდი? მე 10-დან 10. მე სხვათა შორის ძალიან მომწონს, როდესაც კერძი განსხვავებული ჭურჭლით მოაქვთ, ასევე არის გაფორმებული, ანუ რაც წერია ის არის, რაღაცეები არის დამატებული, ეს ძალიან დიდი პლუსია ჩემთვის და მით უმეტეს თან როცა გემრიელია. ასევე მომსახურება იყოს სასწაული, არ ვიცი ბიჭის სახელი, მაგრამ თუ ნახავ ვიდეოს და ვიცი რომ ნახავ, ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი 10-დან 10 ვუწევ რეკომენდაციას და ყველას გირჩევთ რომ ეს ძალიან გემრიელი კერძები გასინჯოთ. ანა, შენ რა სიტყვი? ძალიან კარგი იყო ყველაფერი, კერძებიც, სერვირებაც, თანამშრომლებიც, ყველა 10-დან 10. თუ გსურთ ლამაზი ხედების ფონზე სადილობა, შეგიძლიათ ეწვიოთ კაფე კოხტას, რომელიც მდებარეობს რა თქმა უნდა კოხტაზე. საბაგიროს ღირებულება ერთჯერადად გახლავთ ერთი პერსონა 15 ლარი. მოვედით კოხტაზე. ეხლა შემოვედით სასადილოდ კაფეში. ძალიან ლამაზი ხედები იშლება აქედან. ეხლა მოგვიტანეს კერძები, დავაგემოვნებთ, აუცილებლად გაგაგებინებთ როგორი იქნება და ფასებსაც გეტყვით. ჩამოვედით კაფიდან, ძალიან ლამაზ ხედებზე ვისადილეთ, ძალიან ლამაზი და გემრიელი საჭმელები ვჭამეთ. რაც შეეხება თვითონ ასვლასაც ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ საბაგირო ულამაზეს ხედებს გადის. და რა ვიცი, შეგიძლიათ ახვიდეთ ოჯახთან ერთად, გემრიელად მიირთვათ და ლამაზი ხედებით დატკბეთ. სანამ ჩემი შვილი შუადღის ძილით ნებივრობს, მე გავალ ვივარჯიშებ. კრისტალში არის მშვენიერი დარბაზი, რომლის ღირებულებაც არის ერთჯერადი ვიზიტი 25 ლარი. წავიდეთ, დაგათვალიერებინებთ თან, ვისაც ვარჯიში გიყვართ და არ გინდათ დღის გაცდენა, დასასვენებლად იქნებით თუ სადაც არ უნდა იყოთ. ეს იდეალური გამოსავალია ალბათ. დილას სირბილი და შუადღის ვარჯიში არის იდეალური კომბინაცია. წავიდეთ ვნახოთ. ზამთარს ისე არაფერი უხდება როგორც ხინკალი, ჩემი აზრით. ისე არ წავედით, რომ ხინკალი არ გვეჭამა. ეხლა მოვედით რესტორან ქართულ გემოში და ძალიან სამწუხარო ამბავი გვითხრეს, რომ ხინკალს საათნახევარი დააგვიანდება, თუმცა იმდენად გვინდა, რომ მაინც ველოდებით.
დავიწერით თბილისისკენ, დღეს ცოტა ადრე მოგვიწია წამოსვლა. კიდევ ვაპირებდით რამდენიმე ლოკაციაზე წასვლას, მაგრამ ბავშვს დილიდან სიცხე აქვს და მეც ვერ ვგრძნობ თავს კარგად და წამოვედით მოკლედ ამის გამო. მე ამიტომ უნდა მიიღოთ სივიწყლის თერაპიები და უნდა ივარჯიშო ყოველდღე, ცხოველივით უნდა იყო. ხო, მაშინ შეჯამებას გავაკეთებთ ორი სიტყვით. რა ჯდება ზოგადად ბაკურიანში ოჯახთან ერთად მოგზაურობა, რა თანხებთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. ჩვენი გამოთვლებით საშუალო დღეში გიწევთ 300-დან 400-500 ლარამდე დახარჯვა აქტივობებში, რესტორნებში, კაფეებში. ხო, ცოტა ძვირია ჩემი აზრით, ანა რა სიტყვი შენ. დღეში საქართველოს ბალობაზე 500 ლარამდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე ყველაფერზე ესეთი ფასებია, პრინციპში არავის არ უყვერს ალბათ. კი, ასევე იმ ხალხსაც შევეხოთ, ვისაც ბინაში ფულის გადახდა უწევს, ან სასტუმროში რჩებიან, ალბათ ორმაგი ხარჯი გექნებათ. დაახლოებით ალბათ 5000 ლარამდე უნდა გათვალოთ, თავის სასტუმრო, თავის ბინით, არ ვიცი, სად შეხვალთ, როგორი კომფორტი მოგწონთ. და ჩვენ ერთ-ერთი პლუსი ის გქონდა, რომ ბინაში ფული არ გვეხარჯებათ. ეს ძალიან დიდი პლუსია. ამიტომ ყველანაირი ხარჯები გამოვიყენეთ გართობისთვის, ადგილების აღმოჩენისთვის, ლამაზი კერძების დაგემოვნებისთვის. მოკლედ დროებით შევხვდებით მალე. არ ვიცი რომელი ლოკაციიდან, არ ვიცი რომელი ქვეყნიდან, მაგრამ აუცილებლად შევხვდებით. კარგად. დროებით.